არ მოიწყინოთ, არ დაღონდეთ, არ მოიღალოთ, არ შეწყვიტოთ ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისათვის 24 საათიანი დაახლოებით ფიქრის შემდეგ ბევრი აზრი მომივიდა, ბევრი სიტყვა მომადგა ენაზე და ბევრი სიტყვა, ბევრი აზრი, ბევრმა აზრმა გამიელვა თავში, მაგრამ გადამწყვიტეს სწორედ ასე დამეწყო, მიუხედავად იმისა, რომ საოპტიმიზმო ბევრი არც არაფერი გვაქვს ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რომლებმაც უთუოა დააღონა თავისუფლების მოყვარე ყველა მოქალაქე სოფლიოს გარშემო, ახალ ზელანდიაშიც კი, ავსტრალიაშიც კი, ჩილესა თუ არგენტინაშიც კი, რომ აღარაფერი თქვა შეერთებულ შტატებში, ევროპაში და რა საკვირველია უკრაინაში მაცხოვრებელ თავისუფლების მოყვარე მოქალაქეებზე და ქართველებზეც, რომლებიც თლათ ფრონტის წინა ხაზზე ახლა კონვენციურ ომში ყოველ შემთხვევაში არ ვართ, მაგრამ რა საკვირველია ვრჩებით თავისუფლების იდეალების ერთგულნი, რა საკვირველია ვრჩებით, რა საკვირველია პირველ ყოვლისა ქვეყნის პატრიოტებად და მეორე გულშემატკივრებად, ქომაგებად იმ დიდი, კონცეპტუალურად დიდი სახელმწიფოსი, რომელმაც ჩვენს შემდეგ პირველმა და გულისხმობ საქართველოს 90-იანი წლებისა და საქართველოს 2008 წლისა უკრაინამ პირველმა აარტყა ხელუგუღმა რუსეთს, აარტყა პუტინის რუსეთს და მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ რუსეთს როგორც უნდა, ისე ყოველთვის და ყველგან ვერ იქნება, ამიტომაც არის დიდი პრეზიდენტი ზელენსკი, ასეთად დარჩება ის რა წისქვირის ქვაც არ უნდა დატრიალდეს მის თავს, რაც არ უნდა მოხდეს მომავალში. ამიტომ ჩვენ 24 საათიანი ფიქრის შემდეგ ჩვენ კი არა მე ვიფიქრე, როგორ დავიწყო მეთქი და დავიწყე სწორედ ასე. არ მოიწყინოთ, არ დაღონდეთ, არ მოიღალოთ, არ შეწყვიტოთ ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისათვის, საერთოდ თავისუფლებისათვის, იმიტომ რომ ყველა გაცვეთილია, მაგრამ მაინც ყველა დაღმართს მოსდევს აღმართი და ყველა აღმართს მოსდევს შესაბამისად დაღმართი. სულ ვაკე, სულ სწორი ზედაპირი არ არის, ცხოვრებაც ასეა, ასე გრძელდება და მაგრამ ცხოვრება იცით თქვენ გრძელდება. აღარ შეეხება ორი სიტყვით გადავუხვევ, რა ხდება მაღალი ალბათობით კი არა 100%-ით რა ხდება ქართულ ოცნებაში თუ ქართულ ოცნებასთან ბიზინა ივანიშვილის კარზე თუ ბიზინა ივანიშვილის სასახლეებში, ოჯახში, ასე მაგალითად, ხო? რა საკვირველია, დიდი ყიჟინაა დაცემული ოცნების მომხრეებში, პროპაგანდისტებსა და პოლიტიკურ იმელიტაში, რომელიც არის რეალურად ბანდა, აქებენ და აქებენ ბიზინა ივანიშვილს, ამბობენ, აი, შეხედეთ, როგორი ბრძენკაცია ეს ივანიშვილიო, ნახეთ, როგორ გათვალაო წინასწარო, მანო წინასწარ იცოდაო, განჭვრიტაო, რომ ასე მოხდებაო და როგორ გადაგვარჩინა ჩვენ ომისაგან გვიხსნაო, აგე უკრაინა დასავლეთმა აომაო, ამას ამბობენ უთუოდ და მერე კი მიატოვაო, დაინგრა უკრაინა, დაანგრია დასავლეთმაც, ან დასავლეთმა ზელენსკიმ და დასავლეთმა დაანგრიეს უკრაინაო და მერე კი მიატოვაო და მიმტოვებელ ტრამპზე კი არ ამბობენ ზვირს, არამედ ზელენსკიზე, უკრაინაზე, რომელიც სხვრბლია. ივანიშვილს რა სჭირს მაღალი ალბათობით, ის გაფხორილი კაცია ისედაც და თავი მართლა ბძენი ჰგონია, აქ ჩვენ კიდევ ერთი გაფხორილი კაცი გვყავს კათხში, უფრო გაფხორილი მეთქი, ასე ვიტყვი, ტრამპი, ასე ცხადია ვიტყვით ორ სიტყვას, მანამდე კი გაფხორილ ივანიშვილზე ვთქვათ, მას ხომ მართლა ბძენი ჰგონია საკუთარი თავი, ჭკვიანი, გონიერი ჰგონია და ერთადერთი ჰგონია და გენიოსი ჰგონია თავი და ყველაზე მაღლა ყოფი, ალბათ
აი ბიძინა გრიგოლი შივანიშვილი ახლა ჩემი კადრი თუ იქნება ძალიან კარგი იქნება ნახეთ ალბათ ესე დადის სარკეში ესე იხურება და კიდევ ერთხელ tkabeba საკუთარი ჭყალებში გენიოსობით ხოლო მისი შვილი ბერა ივანიშვილი გარკვეულზე მაღალი ალბათობით წერს ახალ ტექსტს ახალ ლექსს საკუთარი სიმღერისათვის რომელშიც დაბალი ალბათობით მაგრამ კონცეპტუალურად ალბათ ამგვარი სიტყვებია ალბათობით ეს სიტყვებია მაგრამ კონცეპტუალურად კი ამგვარია ნამდვილად რომ მამა რამაგარია ბიძო რამაგარია მამა რამაგრები ვართ ჩვენ და მე გეთხვით გულახდილად რომ დღევანდელი მოცემულობით 20 თებერვალია ბიძინა ივანიშვილი თუთიყუშებთან რო კადრი რომ ნახეთ ახლა მისი ბიძინა ივანიშვილი მართლაც აღმოჩნდა რომ მაგარია იმიტომ რომ დღეს მაჟორ ტალღაზია ის მისი ყველა არ ვიცი მაგრამ ბევრი პროგნოზი მისი ტაქტიკა ამართლებს ტრამპმა ჩაიდინა გულახდილად ვლაპარაკობ დანაშაული არა მხოლოდ უკრაინელების წინააღმდეგ არამედ ჩაიდინა დანაშაული ამერიკული ოცნების ამერიკული საზოგადოების ამერიკელი საზოგადოებისა და ამერიკის სახელმწიფოს წინაშეც კი და მე გეტყვით ამ დანაშაულს რა ქვია კი არა რაში გამოიხატება ამერიკამ პირველად ალბათ მაინც პირველად ყოველ შემთხვევაში ბოლო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ პირველად და მანამდე ისტორიების გახსენებაც კი გაგვიჭირდება როდის სხვა დროს როდის ამერიკამ პირველად თქვა ამგვარი რამ რომ დამნაშავე არის მსხვერპლი სხვანაირად ჩამოვაყალიბოთ სინტაქსი იყოს სხვაგვარი მსხვერპლი ზელენსკი უკრაინელი ხალხი მთლიანად უკრაინა არის დამნაშავე იმაში რომ არის მსხვერპლი სხვაგვარად დავსვამ საკითხს შეიძლება თუ არა მსხვერპლი ოდესმე დავადანაშაულოთ იმაში რომ ის დაასახიჩრეს აწამეს და ანაკუწეს და მერე მოკლეს ეს კითხვა მძაფრად ჟღერს ვაღიარებ ამიტომ უფრო შევარბილოთ მაგალითად თქვათ შეიძლება თუ არა გაუპატიურებული ქალბატონის დადანაშაულება იმაში რომ ის გაუპატიურა ვიღაც ვინმე იმის გამო რომ მან არც არაფერი არ გაუკეთებია საბოლოო ჯამში იმის გამო რომ ის არის ქალბატონი ცხადია ესე არ არის შესაბამისად შეუძლებელია შესაბამისად ტრამპის მთავარი დანაშაული არის ის რომ მან ძალიან აგდებულად ვილაპარაკა არა მარტო ზელენსკიზე არამედ უკრაინაზეც ხოლო კონკრეტულად ზელენსკიზე თქვა რუსული ბოდვა რომ 4% ეს აქ ზელენსკია ერდოღანთან ძალიან მნიშვნელოვანია ამაზეც თუ მოვახერხებთ მოვასწრებთ საუბარს მოვახერხებთ 4% აქვს სულ რაღაც ზელენსკისო ეს ერთი მეორე ტრამპმა თქვა რომ ეს კაციო გამოივაჭრებს ხოლმე ყველა 350 მილიარდი წაიღო რაც არის არსებითი ტყუილი და ესეც რუსული ბოდვაა ან იმ ამერიკელთა ბოდვაა როგორც არის იმგვარ ამერიკელთა როგორც არის ტაკერ კარლსონი ასე მაგალითად და სხვები და კიდევ რაც ყველაზე უფრო მძიმე იყო ამ ამბავში ზელენსკის უბრალოდ დიქტატორი ამერიკა გენიალური ქვეყანაა რაც არ უნდა ტრამპი მოვიდეს და არიოს ის და გენიალობის დადასტურება არის ისიც რომ უკვე დღეს რესპუბლიკელებმა ხას უსვამ და არა მხოლოდ დემოკრატებმა უკვე დაიწყეს კონგრესმენ სენატორებმა დაიწყეს ტრამპის მესიჯის დაწუნება თქვენს რომ ეს არ არის ამერიკა სისტემური დემოკრატიაა და სისტემურად სამართლიანი სახელმწიფოა ამიტომ გვესმის რომ ტრამპმა შესლომა კი არ დაუშვა დანაშაული ჩაიდინა მაგრამ მთელი ამერიკა ეხა ერთ ხმაში ვერ აჭიკჭიკერება და ვერ იტყვის ზელენსკიზე
რომ ზელენსკი არის დამნაშავე, თუ ზელენსკი არის დიქტატორი. ესეც არ არის მნიშვნელოვანი, პროცესულად მნიშვნელოვანია ცხადია, მაგრამ თავარი არის კითხვა, თავარი არის საკითხი, მიატოვებს თუ არა შეერთებული შტატები უკრაინას და პასუხიც ამგვარი უნდა იყოს, რომც მიატოვოს რა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპის ლიდერი ევროკავშირის ლიდერი ამბობს, რომ ევროპა მთლიანად აიღებს იმ საჭიროებებს საკუთარ თავზე, რომლებიც უკრაინას სჭირდება, გაუჭირდება ევროპას, უნდა ვაღიაროთ ეს. არ არის ევროპა ერთიანი, იქ პორტუგალიაც არის, უნგრეთზე და სლოვაკეთზე რომ არაფერი თქვა, ან სხვა ისეთი სახელმწიფოები, რომლებსაც ბუნებრივად არ შეიძლება აინტერესებდეთ დიდად უკრაინაში მიმდინარე პროცესები, იმიტომ რომ თავს მეტნაკლებად უსაფრთხოდ გრძნობენ, მაგრამ ერთიან ევროკავშირში მაღალი ალბათობით ჩამოყალიბდება საერთო აზრი -2, ალბათ ორბანისა და ფიცოს იმედი არ უნდა გქონდეს, 27 ქვეყანა -2, 25 ქვეყანა შეჯერდება, შეთანხმდება იმაზე, რომ აქ საკუთარ უსაფრთხოებაზეც არის საუბარი და არა მხოლოდ უკრაინაზე. იმიტომ რომ ევროპაში ეს გამოცდილი პოლიტიკოსები ტრამპისაგან განსხვავებით შესანიშნავად ხდებიან, რომ ამოისუნთქავს თუ არა პუტინი, გარდა იმისა, რომ შეუტევს უკრაინის დანარჩენ ნაწილს, გარდა იმისა, რომ ამასობაში ჩაყლაპავს საქართველოს, დასჯის სომხეთს, შეიერთებს ბელარუსს, ყაზახეთში საკუთარი ინტერესებს კიდევ უფრო მეტად განახორციელებს და მოლდოვას უბრალოდ ესე შესანსლავს, გარდა ამისა. ამ ყველაფრის შემდეგ თუ პარალელურად, ჰიბრიდულად თუ კონვენციურად ის თავს დაესხმება ყველა იმ ქვეყანას, რომელიც მის წინააღმდეგ არის. და სადამზეც მას ხელი მისწვდება, მისწვდება ლატვიამდე, მისწვდება ლიტვამდე, მისწვდება ესტონეთამდე, მისწვდება ფინეთამდე, მისწვდება პოლონეთამდე, რუმინეთამდე და ბულგარეთამდე და უნგრეთამდე რომ მისწვდება, ამაზე აღარც ლაპარაკობ. ტრამპი ამას ვერ ხვდება. ტრამპი ბევრ რამეს ვერ ხვდება საერთოდ, მათ შორის იმასაც, რომ საზღვრების შეცვლის, ამ გზით საზღვრების შეცვლის თვის ერთგვარი მწვანის ანთება ნიშნავს სრულ ქაოსს მთელ მსოფლიოში. რესპუბლიკელები ამას ხვდებიან. მისი მომხრე რესპუბლიკელები შეიძლება არ არის სწორი. რესპუბლიკური პარტიის, ამერიკული რესპუბლიკური პარტიის ოდინდელი ლიდერები ამას ხვდებიან. ტრამპი, რუბიოს კი ხვდება, ამასაც გეტყვით. მაგრამ ტრამპი მასკთან ერთად ალბათ ამას ვერ ხვდება. და ნახეთ რას გულისხმობ. მაგალითად, ჩინეთს ტაივანის მიმართულებით ხელფეხი ეხსნება. მას შემდეგ, როდესაც გაუправდება რუსეთს უკრაინის რეგიონების შესანსვლა. ჩრდილოეთ კორეას გაუჭირდება კია, მაგრამ ხელფეხი ეხსნება სამხრეთ კორეის მიმართულებით და საერთოდ აი ამ ქაოსში, ომსა და ქაოსში ომის შეჩერება რუსეთის სასარგებლოდ განაპირობებს მეტ ომს და ქაოსს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და შესაბამისად თავის ტკივილს ტრამპისათვის, რომელიც სულ იმას ამბობს, რომ არა, ჩვენ აღარ ჩავერევით, ჩვენ შორის უზარმაზარი ოკეანეა, უზარმაზარი ლამაზი ატლანტის ოკეანეა, ჩვენ დასაკვირველია, ჩვენი პრობლემები გვაქვს და ასე შემდეგ. ამერიკა უნდა გენიალურ ქვეყანად ვაქციოთ კიდევ ერთხელ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სხვა შორის ამ ამერიკა შეიქმნას ხელახლა გახდეს გენიალური ქვეყანა, ეს პროექტიც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და მე გეტყვით რატომ. რეალურად ეს მაგა არის რეიგანის სლოგანი. ტრამპი საერთოდ ერთის მხრივ აიდეალებს რეიგანს, მაგრამ მეორეს მხრივ გაწმუნებს, რომ ისი ერთგვარად შურსბები და უბრალოდ ჩანართის სახით გამიხსენა, რომ რეიგანმა 80-სა და 84 წლებში სრული აბსოლუტური უპირატესობით მოიგო ყველა შტატი. ერთხელ თუ არ ვცდები 80-ში წააგო ერთი შტატი, ლუიზიანა, შეიძლება ვცდები, კაროლინა, სამხრეთ კაროლინა, თუ არ ვცდები, მაგრამ შეიძლება ვცდები და ერთხელ კიდე 50-ვე შტატი მოიგო, ან 80-ში, ან 84-ში. მას ტრამპს შურს რეიგანისა, ის ებრძვის რეიგანს, ეს შიგნეულად ებრძვის, ფსიქოლოგიური ბრძოლა და უნდა რომ მასზე უკეთესი იყოს, მასზე უკეთესი ვერ იქნება. მაგრამ მათ შორის ვერ იქნება პირველ ყოვლისა, იმიტომ რომ
ამერიკა great country იყო და არის. იყო. საკუთრებით რეიგანის პირობებში, იმიტომ რომ ის საერთაშორისო უსაფრთხოებასა და დემოკრატიაში, უსაფრთხოებაში, გლობალურ პოლიტიკაში იყო კონტრიბუტორი. დღეს თუ ილაპარაკებ იმას, რომ ჩემენ შორის გენაცვალე ატლანტის ოკეანეა, მე დაცული ვარ, ხო, მე არც არაფერი არ მემუქრება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ეს უკვე ვეღარ ქმნის იმ ამერიკას, რომელიც great, როგორც ასეთი უნდა ყოფილიყო, ან არის კიდეც. ამიტომ ქართველი პროპაგანდისტები კი ხარობენ და ნახეთ ესეთი დაბეკხო თქვი, თუ არ თქვი, სინძინპინი, პუტინი და ტრამპი გაიყოფენ მსოფლიოს, დავით, გახარებულები არიან ქართველები. ბიზნეს კარზე მოვასვასეები 20,000, 40,000 დოლარს რო იღებენ და ყიდიან იმას, რაც მათ არც არასოდეს არ ქონიათ, ანუ თავისუფლებას. ხო, ესენი კი ხარობენ, მაგრამ ესე არ მოხდება მათ შორის, იმიტომ რომ ამერიკელებიც ახტებიან და ტრამპს მესიჯს უკვე შემდგომ რასაკვირველია გაასწორებენ, ეგ კი არა რუბიოს ამო ილუღლუღებს რომელიღაც ეთქოს ჩემი აზრით, ჩემი იმედით, რომ Mr. President ესე არ შეიძლება. ეხლა ხო, ამას რზენია, ეს ამასაც ვიტყვი, ამას რზენია ტრამპის განცხადებები რასაკვირველია, რომლებიც მან უკრაინის ლიდერზე გააკეთა და მოცემულ ეტაპზე რაც უნდა ხეხოთ ქვიშითა ტრამპს ჩანს ვერ გამოვასწორებთ და ასრულებულია ტრამპი, ყოველში მისი იმედი, ეს განცხადები არ უნდა გქონდეს, ეს განცხადებები ესე უყვალოდ არ ჩაივლის, ხო, რუსეთში ბიზნესთან ხო ხარობენ, რუსეთში ალბათ უფრო ხარობენ ტრამპა მეთქი ასე უნდა თქვა, ეს არის წარე რეალობა, რომელსაც ვერ გავექცევით. მაგრამ რასაც ახლა ვიტყვი, აქამდე რაც თქვი ამ 17 წუთში ხომ მნიშვნელოვანია, მაგრამ რასაც ახლა ვიტყვი, არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენ სპიკერებმა, მათ შორის მეც, ვინც ვართ ტელეეკრანებზე ან YouTube არხებზე არ სპიკერები ვართ და ჩვენგან ინტერვიუს იღებენ, კომენტარს იღებენ, ან ჩვენ თუ გამოვდივართ რაღაცას ვამბობთ Facebook-ზე ვცეთ, საჯარო პირები ვართ, ერთგვარად, ორგვარად თუ მრავალგვარად თუ ან გვინდა რომ ვიყოთ. ჩვენ მხოლოდ რეალობის აღწერით არ უნდა ვიყოთ დაკავებულნი, რეალობა მძიმეა. არავინ უარყოფს ამას. რეალობა მძიმეა და ბიზინა ივანიშვილმა ეს რაუნდი მოიგო მეთქი ასე ვიტყვი, თუ გნებავთ. ყოველ შემთხვევაში პროპაგანდისტულად ის ნამდვილად იგებს ამ რაუნდს, რა აქვს სათქმელი მართლაც. როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და მაგდანიკაშვილის არა მაგდანიკაშვილს გიორგი ახვლედიანი რო ყავთ პოსტივიზე, იმის მესიჯები ერთმანეთსაგან არ განსხვავდება, აი გიორგი ახვლედიანის და დონალდ ტრამპის. ან რომელიმე დეპუტატი რო ყავთ, გურამ მაჭარაშვილისა და ზარქუას და რუბიოს მესიჯები ლამის ერთმანეთსაგან არ განსხვავდება. მართლაც ასეა, მაგრამ თუ არ განსხვავდება, მთლად უარესი. უკეთესი ალბათ ზარქუასთვის, მაგრამ უარესი რუბიოსათვის თუ მაჭარაშვილისათვის. ამიტომ ეს კი ასეა და რეალობა კი მძიმეა, მაგრამ ჩვენ საჯარო სპიკერებს, მათ შორის მეც 24 საათიანი ფიქრის, 48 საათიანი ფიქრის, სიტყვების მოძიების, არა დემაგოგიის, არამედ არგუმენტების მოძიების შემდეგ სხვა ვალდებულებები გვაქვს. და სხვა ვალდებულებები გვაქვს და ჩვენ უნდა ვშვათ ჩვენი მყობადი, ჩვენ როგორ ამბობს სილია, ჩვენ უნდა მივცეთ მომავალი ხალხს. ხო? ჩვენ უნდა ვთქვათ იმგვარი რამ, რაც კი არ ჩაფუშავს საზოგადოებას. არამედ დარწმუნებს იმაში, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მარტო სიტყვა, რომ მეგობრებო, ეს არის დინამიკა, მეგობრებო, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მეგობრებო, ყველა აღმართს მოსდევს დაღმართი, მეგობრებო, ხვალ ვნახოთ რა მოხდება და ესეთი რაღაცები კარგია. უდავოდ კარგია, მაგრამ სხვა სიტყვებიც აგვაქვს, აკი გითხარით, მოსაცებთ. ხო და ტრამპის გინება კარგია და სათქმელია ისიც, რომ რუსეთს მაინც გაუჭირდება, ესე ითქვა რუსულ პროპაგანდისტულ არხებზე, როგორც კი ტრამპი დაანებებს საბოლოოდ თავს უკრაინასო, ჭრელი დანა რო შედის კარაქშიო,
სუსტად ისე შევალთ ჩვენ უკრაინაში. არ არის თლად ასე და მე გეტყვით რატომ არ არის ასე. უკრაინა აწარმოებს საკუთარი თავდაცვისათვის საჭირო შეიარაღების 30%-ს. 30%-ია და არა 31 ან 71, მაგრამ 30% საკმარისია იმისთვის, რომ უკრაინა მიიტანოს შეიარაღები რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, კვანძებზე, ლოჯისტიკის ობიექტებზე, იარაღის საწყობებზე და ასე შემდეგ. ეს მნიშვნელოვანი ამბავია. ევროპა იძლევა გარანტიას, რომ რთულად გაუჭირდება, მაგრამ ევროპა იძლევა გარანტიას, რომ შეავსებს არა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებს უკრაინისა, ანუ უხეშად ხელფას პენსიას, ან სხვა ხარჯებს, არამედ იარაღსაც როგორღაც მიაწვის. ევროპას მაღალი ალბათობით ყოველ შემთხვევაში როგორც კვალიფიციური პირები გაამართავენ, არ აქვს საკმარისი რაოდენობით ლეტალური იარაღი, დროს საკუთარი ტერიტორიაზე ხოდასაცავი აქვს, ხა ესე ხო არა, რომ ყველაფერი მისცეს 100% მისცეს გერმანიამ რაც აქვს. მაგრამ მაღალი ალბათობით მოხდება ამერიკელი რესპუბლიკელების და არა მხოლოდ რესპუბლიკელების ზეწოლით, შეერთებული შტატები გაყი თუ მაინც და მაინც გადის ამ პროცესიდან, ივაჭრებს და მიხდის ევროპას საკუთარ იარაღს, შეიძლება ამ კომბინაციით დაალაგდეს ეს დრომოსაც თავის მხრივ უკვე ევროპა გადასცემს უკრაინას. ცალკე აღსანიშნავია ბრიტანეთი, რომელიც შესანიშნავად ხვდება, რომ ამერიკასთან ურთიერთობის სრული გაწყვეტა და ჩხუბის რეჟიმში გადაყვანა არ შეიძლება, მაგრამ ეს იმასაც ხვდება, რომ კონტინენტურ ევროპასთან ძალიან ბევრი რამ აქვს საერთო. ამიტომ ბრიტანეთი ცალკე კონტრიბუტორი იქნება უკრაინისათვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რაც თქვი. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ომის პირობებში არჩევნები როგორც ასეთი უკრაინაში ვერ ჩატარდება. მაგრამ ერთ წუთს წარმოვიდგინოთ, რომ მე ვწდები, გენერალი ზალუჟნი, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ზელენსკის წარსულში მარჯვენა ხელი ფრონტის დასაწყისში, ხო, 22 წელს, მაგალითად. რომელიც მთავარ კონკურენტად ითვლება ზელენსკისა, ღია მხარდაჭერას უცხადებს სწორედ პრეზიდენტ ზელენსკის. ამიტომ თუ ეს ასეა და რაღაი ეს ასეა, არჩევნები რომ შედგეს, ზელენსკი უპირობო ფავორიტია, უპირობო დაწინაურებული ლიდერია, ეგრა მაგის პასუხია და აი ამ ტრამპის გამოტრამპების ტრამპას სუმპობის შემდეგ ზელენსკის რეიტინგმა უკრაინაში, რომელიც 52%-იან ნიშნულზე იყო, აიწია. ახლა არის 47-58%. მესმის რომ ბევრს მობეზრდა ომი უკრაინაში, დაიღალა საზოგადოება, უდავოა, მაგრამ კრიტიკულ ნაწილს უკრაინული საზოგადოებისა კარგად ესმის, არ იქნება ომი, არ იქნება უკრაინა. სხვა შორის პუტინს სწორედ ეს უნდა რომ ჩამოიშალოს ფრონტი და იმ 8 მილიონ 9 მილიონ მოქალაქეს, რომლებიც გავიდნენ უკრაინის ფარგლებს გარეთ, შეუერთდნენ დღევანდელი ჯარისკაცები, ჩაიქნიონ ხელი უკრაინაზე, როგორც ასეთზე, არ ზელენსკის გაუწიონ წინააღმდეგობა და არც არავის აუხდნენ და არც არავის დაუხდნენ და საერთოდ გულიდან ამოიგდონ უკრაინა, თქვან რომ რა ჯანდაბადები ომეთ საერთოდ ამ რუსეთის წინააღმდეგ და შეუერთდნენ თუ ხო შეუერთდნენ ალბათ სწორი სიტყვა ევროპაში მყოფ ოჯახის წევრებსა თუ ნათესავებსა თუ ახლობლებს. ამის შედეგად უკრაინა პუტინი მიიღებს დაახლოებით 18-20 მილიონიან მოსახლეობას უკრაინაში. ფაქტია, ნაწილი წავაყი გითხარით, 5 მილიონი უხეშად, ნაწილს დაიჭერენ და გაასახლებენ, ნაწილს ჩამოიყვანენ ციმბირიდან და ჩაასახლებენ უკრაინის თბილ რეგიონებში, ოდესისკენ ასე მაგალითად, ან საკუთრებით აზოვის ზღვის პერიმეტრზე, რომ კარგი იყოს, მათთვის საამური იყოს მათ ცხოვრება, მოქალაქეობასაც და ურიგებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ უკრაინის დაანგრევა უნდა მთლიანად და დეუკრაინიზაცია უნდა პუტინს, აი ეს ხდება დაანგრევა. ანუ ომის გაჩერება ძნელია უკრაინელებს ეს უთხრა, მაგრამ ომის გაჩერება არის უკრაინის პრაქტიკულად დამარცხების თოლფას.
ეწყინება ეხა ზარქუას ეს, მაგრამ ის ამას ვერ ხვდებით. ვერ გაჩავთ მეთქი, ეხლა გვილად ვიტყვი, იმიტომ რომ იქ რაღაც რეგულაციები არსებობს, თქვენი არა, სხვა შორის YouTube-ის უფრო. დინება სწორედ უკრაინას აქედან გამომდინარე, ეს უნდა ვთქვათ ხმა, ახლა 25 წუთი კი ამოიწურა ამასობაში. და სათქმელი კი ბევრია, რა ხდება? ეს ზალუჟნი უარს ითქვის საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობაზე, რომ ჩატარდეს არჩევნები. მაგრამ ესეც არ არის მთავარი, ზალუჟნი რას იზავს, იარაღი ექნება, არ ექნება. უკრაინელი ხალხის შემართებაა მთავარი. უკრაინელი ხალხი არ დანებდა მაშინაც კი, როდესაც ბუჩაში, ანუ კიევთან ხდებოდა ის, რაც ხდებოდა. თქოში მე ოცნების მომხრეებისაგან სმენია და მეშინია ტრამპმა არ გაიმეოროს მეთქი. მართლა მეშინია, რომ ბუჩა იყო დადგმული. რაც არ უნდა თქვას ტრამპმა და რაც არ უნდა თქვას ოცნების რომელიმე მომხრემ, ტვინე ნაღრძობმა, გამოზარქუებულმა, რაც არ უნდა თქვას უკრაინა არის მსხვერპლი. და აი ეს მსხვერპლი ახლა ახალი სულისკვეთებით აღივსება რუსეთის წინააღმდეგ იმ უსამართლობის გათვალისწინებით, რაც ხდება მსოფლიოში. მის თავს რაც ხდება. მის გარშემო, მის მასთან მიმართებაში რაც ხდება. ზელენსკის გარეშე, რაც უნდა გაიყონ ყველის თუ ტორტის დიდი ნაჭერი რა ქვია, შლეგმა პუტინმა და ჟღალმა ტრამპმა ვერ შედგება უკრაინის გაყოფა, სულ რომ უკრაინას არ მისცეს იარაღი ტრამპმა. თუმცა მე ამაშიც ყველაფრის მიუხედავად. ამაშიც კი მეპარება ეჭვი, ისევე როგორც მეპარება ეჭვი იმაში, რომ ტრამპი, ანუ შეერთებული შტატების ტრამპი ან ტრამპის შეერთებული შტატები დატოვებენ ევროპის კონტინენტს. გაიყვანეთ საკუთარ ჯარებს, მესმის, რომ ზვირი უჯდებათ, მესმის, რომ ევროპას მერკელის სეულს განსაკუთრებით და პოსტმერკეულის სეულსაც ერთგვარად არაფერი გაუკეთებია საკუთარი უსაფრთხოებისათვის, მაგრამ მაინც სხვათა შორის უსაფრთხოებაზე და არა ეკონომიკაზე გამახსენდა უფრო უსაფრთხოებაზე ეკონომიკა გამახსენდა ტრამპ შეუძლია დადებითი როლის თამაში ამ პროცესში მაინც. კერძოდ თუ ნავთობის ფასი მცირდება და თუ ვამბობთ იმას და ვამტკიცებთ იმას, რომ ომს რუსეთი ინახავს სწორედ საკუთარი ნედლი ნავთობის ან გადამუშავებულის მოკლედ ნავთობის ექსპორტით, მათ შორის ჩრდილოვან ფლოტს აწვდის როგორღაც რომლებსაც დააქვთ ამ ოკეანეს საკუთარი ტანკერებით ეს ნავთობი და მე ხიდიან მარცხნიდან თუ შუიდან ესე გავამართიებ თუ ამასაც შეზღუდავს ამას მაინც შეზღუდავს ტრამპი და ნავთობის ფასი და ეცემა მათ შორის ოპეკთან შეთანხმებით და მათ შორის ვენესუელასთან ურთიერთობის დალაგება არ გამოვა, მაგრამ რაღაცა კომბინაციების დალაგებით რუსეთს კიდევ უფრო მეტად აერხება ეკონომიკაში. ხო, რუსეთს სასაკვირველი ექნება შეხვედრაზე სანქციების მოხსნის წველი სურვილი. მე მგონია, რომ მე იმედი მაქვს, რომ ამერიკელი რესპუბლიკელები მოასწრებენ განსაკუთრებით რესპუბლიკელებით, ახლამდე მიაწვდენენ ხმას მანამდე, რომ ამის გაკეთება კი არ შეიძლება პრეზიდენტო ტრამპ. სენატორებზე თქვი, ომია, არანაირი არჩევნები არ ჩატარდება, ეს თქვი. კონგრესმენების ახმამაღლებაზე თქვი თუ გეუბნებათ, ამ კონგრესმენებს და სენატორებს უწოდოთ deep state, ეგრა მაგის პასუხია ზარქუას, რომ ეს იამოვნოს. თქვი ის ამასთან დაკავშირებით, რომ არ ვიცი თქვი თუ არა უბრალოდ რომ პუტინი ტერორისტია და ამ ხმას მათ შორის პრეზიდენტი ტრამპი გაიგონებს სულ უფრო ხშირად ეს ტრიუმფით არჩეული პრეზიდენტი. აუცილებლად უნდა ვთქვა თურქეთზე და კადრები გქონდა ჩვენ და კარგია რომ გქონდა და ამ კადრების კადრები მახსენებს მე. შავი ზღვის უსაფრთხოება თურქეთისთვის არის უმნიშვნელოვანესი. შავი ზღვა 2015 წლის ვარშავის ნატოს სამიზზე გამოცხადდა ნატოს ზღვად. თურქეთი არის ნატოს წევრი სახელმწიფო. თურქეთი არის ნატოს წევრი სახელმწიფო, რომელიც კატათაგობანას ეთამაშება რუსეთს. თურქეთი არის რეგიონში მნიშვნელოვანი სახელმწიფო, რომელსაც არ უნდა ბევრი რუსეთი და ბევრი ჩინეთი რეგიონში. შორს წაგვიყვანს ახლა ეს საუბარი. ზელენსკის ასეთი პატივით მიღება ანკარაში
და სწორი გზავნილები კიდევ ერთხელ ერდოღანის, რომელიც არ უნდა მოგწონდეს, რა თქმა უნდა, როგორც ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი პირი, ესე უნდა ვთქვა. მისი სწორი გზავნილები უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით დასაკვირველია მოსკოვს არ სიამოვნებს. თურქეთი შავ ზღვაში არაც დიდებით არ შემოუშვებს, არ ეცნება რომ არ შემოუშვას რუსეთი. ვერ დაალაგდება რუსეთი ვერც ვერავისთან და მათ შორის ვერც თურქეთთან. სხვა შორის რუსეთი არსებითად შესუსტებულია იმ რეგიონში, რომელშიც ფართოდ დასაკვირველი არის თურქეთის, ახლა იგულისხმება ახლო აღმოსავლეთი და ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთი, ხა ესეც შორს არ მიყვანს, მაგრამ თურქეთ-სომხეთის ერთი და თურქეთ-ისრაელის ურთიერთობების პოზიტიურ კალაპოტში გადაყვანა, ესეც შორის თემაა, დიდი თემაა. გარდაუვალია ევროპის შეერაღებული ძალების შექმნა. ოღონდ დასაკვირველი ომის დასრულების შემდეგ და იმ ევროპის შეერაღებულ ძალებში უზარმაზარ წვლილს შეიტანენ სწორედ უკრაინელები. როგორც ყველაზე გამობრძმედილები და ყველაზე ძლიერი არმიის მქონენი დღევანდელ ევროპაში არ იქნება სამართალი, უკრაინაში არ იქნება მშვიდობა. ამის თქმა მინდა. უკრაინის გარეშე ვერავინ ვერაფერს ვერ გადაწყვეტს. დასაკვირველია ეს ასეა. და ვერ გაინაწილებენ უკრაინის ტორცს, რაც არ უნდა ყიჟინა ჰქონდეს დაცემული მოსკოვში პუტინს და რაც არ უნდა აღფრთოვანებული იყოს საკუთარი გენიალური მოსაზრებებით პრეზიდენტი ტრამპი, ვერ გაინაწილებენ უკრაინას როგორც ტორცს. იმ შემთხვევაშიც კი თუ მოსთხოვს შეერთებული შტატები უკრაინას ხელმოწერას რაღაც სამშვიდობო დოკუმენტისა ცალკე თუ პუტინთან ერთად, ზელენსკის მოსთხოვს. ზელენსკი ამაზე ხელს არ მოაწერს და ამიტომაც არის ზელენსკი დამატებით, ამიტომაც არის დინების წინააღმდეგ მიმავალი ლიდერი, რომელიც ისტორიას ქმნის. აქ მე ვიტყვი, მე რიგანი ვახსენე, მაგრამ აი ხსენებულ ტრამპს და ალბათ მასკსაც. მასკი, ხო? მასკარი, ხო? მოკლედ ელონსაც შურთ ერთგვარად ჩემი წარმოდგენით პრეზიდენტი ზელენსკისა, როგორც აი ამ რბეთი მასკს როგორც იმის შურდეს, ხო? კოსმოსებზე გადის ტიპი. ისეთ რაღაცებს ქმნის, გუშინ მკითხულობდი უსმენდი. წარმოიდგინეთ შექმნა, როგორც არ მახსოვს რა ქვია. შექმნა სამ ადამიანზეა აპრობირებული ჯერჯერობით. რაღაცა მიკროსქემა ჩიპი არ ვიცი რამდენად სწორია, როცა აზროვნებით კიდურებს ართმეული პირები, ანუ შშმპ პირები, რომლებიც კიდურებს ვერ ამოძრავებთ, მაგალითად ხელს. წინში უდგავს და ეს გადასცემს, ვერც ვაყალიბებ, გადასცემს ინფორმაციას და ხელი მოძრაობს. კიდური, რომელიც ართმეული ჰქონდა. არა, კარგად რომ ვერ ვაყალიბებ, ხვდები. გენიალურია, ხო? მასკი ავანჩურისტი მასკის ეს ქმედები, მაგრამ ზელენსკი მაინც ისტორიული, პოლიტიკური ისტორიაში ყოველ შემთხვევაში გაცილებით მასშტაბური ფიგურა. ეხლა შეიძლება გაიმარჯვებს თუ არა საქართველოს ჩვენ გქონდა ცხვირი ჩამოშვების უფლება. კი არა, მიზეზი. გქონდა, გვაქვს. ერთ-ერთი პოლიტიკოსი ოპოზიციას გულისხმობ ამ შემთხვევაში ვერაფერ დამაიმედებელს რომ ვერ გვეუბნება, ესეც ფაქტია. და უნდა გამოდით რა და ის მაინც თქვით სადღეგრძელოდ წოდებული რომ საქართველოს მაინც გაიმარჯვა. ეს ამბავი ესეთია მეგობრებო, მაგრამ აი ამ შემთხვევაში ამის გათვალისწინებით საქართველოს უნდა თქვით ვერ ამბობ. მაგრამ სპიკერებს და საკუთარ თავს არიერ გართში გულისხმობ ხამ სპიკერებისა წინ კი არა, მაგრამ მაინც და მაინც წინაპლანზე აქვთ ვალდებულება რომ ამ турბულენციაში მაინც თქვან თავისი სიტყვა დამაიმედებელი. ერთის მხრივ რეალისტური ინფორმაციებზე დაყრდნობილი, იმიტომ რომ არ შეიძლება მოქალაქეების მოტყუება და ცრუ ილუზიების მოდოდინების შექმნა, მაგრამ მეორეს მხრივ დამაიმედებელი ჩვენი უნდა ვშვათ ხოობადი. ჩვენ უნდა მივცეთ მომავალი ხალხს. ასია 100. შესაბამისად რაღაცა 100-ია. მე 24 საათიანი ფიქრის შემდეგ თქვი რომ ბიზნეს უხარია, ბიზნა მაგარია, რა თქმა უნდა მაგარია. ახლა მაჟორულ განწყობებზეა, დასაკვირველია შამპანურს ხსნის და ესე აკეთებს მუსკულებით სარკეში რო იხელება და ბერა ივანიშვილი მამას წერს ასეთ სიმღერას, ტექსტს, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია. და დროებითია გეტყვით რატო?
იმიტომ რომ თუ ქართული საზოგადოება იდგება ქუჩაში როგორც იდგა 80-იან წლებში იმ ამერიკიდან რომც ვერ შეგვამჩნიონ ჩვენი გადათელვა ანუ 100,000 კაცის გაწყვეტა მოკვდინება მოკლა წარმოუდგენელი ვერ მოკლავთ სახელმწიფოს ან სულს ვერ მოკლავთ მემკვიდრეობას მაინც დავტოვებ სულ რომ მოკლავთ მოდი ესე გეტყვით მეორე თავად შეერთებული შტატები დასავლეთი შეიძლება ჩვენ უფრო მკვეთრი იქნება ჩვენთან მიმართებაში მობეზრდება რომელიღაც ეტაპზე ნახეთ რუსეთსაც მობეზრდება ამ ბიზინა ივანიშვილის რომელიც სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფს ამ ქვეყანაში მისივე მოქალაქეები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვერ უზრუნველყოფს სტაბილურობას ისინი სულ მუდმივად ბომბზე არიან რუსეთიც გადააგდებს რუსეთიც გადამიატოვებს ივანიშვილს ჩვენ უნდა ვიდგეთ მოკლედ ამის თქმა მინდა მუდმივად და აი ამ აღმართების ცვალებადობის პირობებში რა საკვირველია დადგება ჩვენი სმიერ ჩვენი დროშის აწევის შამიც გაიმარჯვებს საქართველოს უკრაინას გაიმარჯვებს გონდეთ ამის იმედი ვით უფრო რომ ცხვირ ჩამოსაშვები არც არაფერი არის რთულია მაგრამ ამასაც გაუძლებს უკრაინა ბუჩას გაუძლოს სხვა თუ არაფერი ხალხმა ჩვენს გავუძელით ბევრ მძიმე მონაკვეთს ამ ქვეყნის ისტორიისა